მოგესალმებით, ჩემო მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს. მე მინდა დღეს კვირა დღეა და მომავალი კვირის სასიამოვნო ცვლილებები განვიხილო თქვენთან ერთად. მინდა გავიგო, რა გელოდებათ კარგი მომავალ კვირაში. მოდი ვნახოთ, რა ცვლილებები გელოდებათ და მოხდა მზის არკანი, ძალიან კარგია. რა ცვლილებების წინაშე იქნებით მომავალ კვირაში. მოდი გავაკეთოთ სამ ვარიანტად გაშლა და ვნახოთ, როგორი უფრო სწორად რა სასიამოვნო ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში ამ კვირის განმავლობაში. მე კი კვლავ გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა არხის, თუ არ გაქვთ გამოწერილი, კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია, იცით ჩემთვის, მოიწონეთ, გააზიარეთ ვიდეო, ეს ბალანსისთვის ნამდვილად საჭიროა. და აქვე მადლობას გეტყვით იმ ადამიანებს, ვინც მენდობით, გამოხატავთ ნდობას, მოდიხართ პირად კონსულტაციებზე და არის მითითებული მანდ ჩემი WhatsApp-ის ნომერი, სადაც შეგიძლიათ მსურველებით დამიკავშირდეთ. პირველი ვარიანტი, რა სასიამოვნო ცვლილებები გელით ამ კვირაში. მეორე ვარიანტი, რა ცვლილებები გელით აი ამ მომავალ კვირაში და მესამე ვარიანტი, თქვენ რა ცვლილებები გელით. პირველი იყოს ავანტურინი, მეორე ლაბრადორიდი და მესამე გახლავთ ამეთვისტო. არაფერზე არ ფიქრობთ, უბრალოდ მოდუნდით მეგობრებო და ვნახოთ აი ის ცვლილებები, რაც გელით აი ამ მომავალ კვირას. პირველი ვარიანტი, ავანტურინი, ვინც აირჩიეთ. მეგობრებო, აქ შეიძლება რაღაც გამოუვალი სიტუაციიდან გამოცრეთ. თითქოს გგონიათ, რომ გამოსავალი არ არის, მაგრამ ისეთი სიტუაციაც შეიქმნება თქვენს რეალობაში, რომ ძალიან მარტივად ჭყალებში გამოძვრებით აი ამ სიტუაციიდან და ამას მოახერხებთ თქვენი დიპლომატიურობით, თქვენი გამჭრიახობით, თქვენი აზროვნებით, გამოცდილებით და იტყვით, რომ აი სულ ცოტაღა დამრჩა წარმატებამდე. პირველებო, დავამატებ მე თქვენთვის არკანს. რა სასიამოვნო ცვლილებების წინაშე იდგებით. მეგობრებო, აი გულის ტკენიდან, შფოთვიდან, შიშებიდან გამოდიხართ და სწორედ რომ გითხარით, რომ აი აქედან გამოხვალთ უფრო მარტივადო, აი ამას ნიშნავდა, რომ თქვენ გქონდათ ალბათ ამ უახლოეს პერიოდში გულის ტკენა, შიშები, ემოციები, ღამის უცილობაც კი და თქვენ აი აქედან იმაზე მარტივად გამოდიხართ, ვიდრე თქვენ გონიათ და მიიღებთ იმას, რაც თქვენ გსურთ. იმპერატრიცით ამოხვედით, შეიძლება ეს თქვენს ოჯახს უკავშირდებოდეს, შეიძლება შვილებს, მაგრამ იმპერატრიც არის იმპერატრიცა, რომ არ მიიღოს ის, რაც მას სურს. ნებისმიერი რამე,
თუნდაც მასშტაბური იყოს, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თავისუფლად. რჩევას ამოვიღებ. კი. თქვენ შეგიძლიათ მარტივად მიიღოთ აი ის სიუხვე, ბედნიერება, კეთილდღეობა ძალიან მარტივად და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღოთ და როგორც აღნიშნე, იმაზე მარტივად გამოდიხართ რთული სიტუაციიდან, ვიდრე ამას ფიქრობდით. მადლობა პირველებო, დაგემშვიდობებით თქვენ, მე დაველოდები თქვენს კომენტარებს და ნახოთ მეორე ვარიანტი. რა სასიამოვნო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით აი ამ ერთი კვირის განმავლობაში, ლაბრადორიდი. აქ შეიძლება რაღაც აღნიშნოთ, მეგობრებო, შეიძლება წარმატებით დასრულებული საქმე, შეიძლება ახალი ბინა, ვინმეს დაოჯახება, ან შეიძლება ზოგიერთმა თქვენგანმა ბინის რემონტი, არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს მიღწეულ წარმატებას შეიძლება უკავშირდებოდეს აი ეს აღნიშნა, სადღესასწაულო აღნიშნა და მხიარულება. ძალიან კარგი ვარიანტია მეორეც. ნახოთ, რა გელოდებათ სასიხარულო მომავალ კვირაში. კი, შეიძლება, მეგობრებო, შეიძლება ეს ნამდვილად ცოდნის მიღებას უკავშირდებოდა, თქვენ რაღაც შეისწავლეთ, ან დახელოვნდით და სწორედ აი ამას უკავშირდება აღნიშნა, სადღესასწაულო, სუფრად შეიძლება იყოს ეს. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს რაღაც საქმის დასასრულს, რომელიც წარმატებით ჩაიარა, შეიძლება რაღაც სერტიფიკატის აღება იყოს, ან მოლაპარაკება, რომელიც აწარმოეთ წარმატებით და წარმატებით აირჩიეთ ის, რაც თქვენ გსურდათ. აქ შეიძლება რაღაც არჩევანიც გააკეთეთ, რასაც ნამდვილად არ ინანებთ. აქ მოდის პირიქით გამარჯვება, აღნიშნა, წარმატება. აი ამ კვირაში მეორე ვარიანტს კიდევ რაელის სასიკეთო, გამარჯვება მეგობრებო, კიდევ დამიდასტურა, საოცრად მუშაობს ეს დასტა. გამარჯვება. თქვენ ამ კვირაში, მომავალ კვირას ნამდვილად იზეიმებთ თქვენს გამარჯვებას, გექნებათ აღიარება, დაფასება და აი ეს წარმატების გვირგვინი თავზე გილოცავთ მეორეებო და მე თქვენს დაგელოდებით კომენტარებში, ძალიან საინტერესო იყო და მოდით გადავიდეთ მესამე ვარიანტზე. ამეთვისტო. აქ თითქოს ახალი დასაწყისია. რაღაცას იწყებთ, მეგობრებო. აქ შეიძლება თქვენთვის ეს კვირა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს იყოს ახლად დაბადებასავით თქვენთვის. თითქოს ახალი ფურცლიდან იწყებთ, მეგობრებო, ცხოვრებას. ინოვაციები იქნება, ახალი შემოთავაზებები, ახალი ცხოვრების დასაწყისი. მგონია, რომ რაღაც რთული პერიოდი ჩამოიტოვეთ, გაიარეთ დიდი ტრანსფორმაცია, შეიძლება ტკივილიანი იყო ეს ტრანსფორმაცია, მაგრამ ამან თქვენში ახალი მე დაბადა, თქვენ ახალდაბადებული სუფთა ფურცლივით ხართ და გელოდებათ ბევრი სიახლე. აბა ნახოთ, რას ეხება ეს სიახლე, რა სასიკეთო მოვლენები გელით. მე
მეგობრებო, გამოდიხართ აი იმ ჩიხიდან, სადაც იყავით მომწყდეული, იბადებით, გამოდიხართ აი იმ ნეგატივიდან, საიდანაც თქვენ გზას ვერ ხედავდით, რომ თავი დაგეღწიათ, მაგრამ თქვენში ახალი მეიბადება, რაღაც ძირეული ცვლილებები მოხდა ალბათ თქვენში და ამაში ხელი შეუწყო მაღალმა ძალებმაც. აქ თქვენი საგვარეულოა ჩართული, რომ გამოსულიყავით ცხოვრების ახალ ასპარეზზე. აქ მე გირჩევდით, რომ მადლიერება გამოხატოთ თქვენი წინაპრების და საგვარეულოსადმი მათ მადლიერება დაუფიქსიროთ და თუნდაც ერთი სანთელით გამოხატოთ, ან თქვენი სიტყვებით მათ წინაშე გამოხატოთ მადლიერება, რადგან ისინი გმფარველობენ და თქვენს გვერდით არიან. მათ გაგიყვანეს ახალ გზაზე. როგორი გზა იქნება, რა იქნება ეს დასაწყისი? მეგობრებო, აქ რაღაც მართლაც კიდევ ერთხელ დამიდასტურა არკანებმა, რომ რაღაც დაინგრა, რაღაც ძირეულად შეიცვალა თქვენს რეალობაში. მიყვება ეხა კარტი ამას და აი ამ გრძნობების, სიმცირის, ემოციური სტაგნაციის გამო თქვენ წახვედით ახალ გზაზე. შეიძლება ეს გზა თვითშემეცნების იყოს, რაღაცა ახალი სწავლის დასაწყისი იყოს ეს გზა თქვენთვის. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი სწორედ ეზოთერიულ ცოდნას ეზიაროს. ამ ერთი კვირის განმავლობაში რა იქნება თქვენს ცხოვრებაში კარგი, რა მოხდება, რა ცვლილებები? ზოგიერთი თქვენგანი თავის პირად დანიშნულებას, ცხოვრებისეულ პირად დანიშნულებას მიხვდება და აი ამ სოციუმიდან გამოვა, სადაც ძალიან ბევრი მოკეთე იყო და მტერიც, აი იმ დოგმებიდან გამოვა და ახალ გზაზე წავა და აი ამ ახალ გზაზე, მეგობრებო, თქვენ შეიძლება ემოციური სისავსეც კი იგრძნოთ. თუ აი ის ნგრევა მამაკაცთან იყო დაკავშირებული და შეიძლება ეს მეუღლე იყო, ან უბრალოდ დიდი ხნის პარტნიორი და სწორედ მასთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ გაქვთ თქვენი გზა, რომელიც მიგიყვანთ თქვენს პირად დანიშნულებამდე. კი, თქვენ რაღაც ახალს შეიმეცნებთ, ახალს დაიწყებთ. ერთი ციკლი თქვენთვის, ერთი ეტაპი დასრულდა ცხოვრების და სასიხარულო ის არის, რომ თქვენ ახალი ფურცლიდან იწყებთ და ეს დასაწყისი ნამდვილად ემოციურ სისავსემდე მიგიყვანთ. მადლობა მესამეებო თქვენს, მე თქვენ ყველას წარმატებას და ბედნიერ კვირას გისურვებთ და დაგელოდებით კომენტარებში. მე კი მომავალ გაშლამდე დაგემშვიდობებით, მომწერეთ რაზე გსურთ შემდეგი გაშლები გავაკეთო და სიამოვნებით გავითვალისწინებ დროებით. დაგემშვიდობებით.